მოვედი ჩემო კარგებო და ტკბილებო, ეხა შევჭამ ჩემს აი ამ წახემსებას, გოჭის ხორცი უკვე მივირთვი და ამას რო შევჭამ მე დავიკითხოთ კომენტარები. მაგას რა ლამაზია. ჩემ Samsung-ს გამოუწერეს თემუდან. რადგან ახლა ისე დაძველდა ეს ტელეფონი, რომ ძალიან მიყვარს ეს ტელეფონი. რა ვიღებ? რა მოდი. ამაში რო ჩავდე იქას ახალი ტელეფონი. ეგონა რომ თემუდან ტელეფონი გამოვიწერე. აი მე ის ეხსნება. ახლა ერთად ეხსნება უყურე. გადავთ. არ გავხსნი. ის ძირი მომძრალი აქვს. არა მოვაცალვებ და ელემენტი მაინც იდეალურია, ხალხ პროს წარმოიდგინეთ. ასე ჩავდება კაცო. ორმაგის კოჩი დავამაგრე და მაინც ძლება. და ამაში მიდო ჩავსვი, რომ ეს ხო ვერ მოძრება. შევჭამ და მოვა. ესე იგი ხალხო თქვენთვის გადაღებული მაქვს თემუნ სამანასთის unboxing-ი, ერთი დილის ვლოგი, დღევანდელი დილის ვლოგი და ეგენი არაფერი არ მაქვს დადებული და ეხა ამ ვიდეოს ჩავწერ და მე ყველაფერს გავაკეთებ ამ ვიდეოებს და დავდებ. ასე. აბა წავიკითხოთ კომენტარები. ხათუნა მგულები. თამარ გილოცავთ, არ მოკლებოდეთ თქვენს ოჯახებს მისი მფარველობა და წყალობა. მარიამობაზე ამბობს. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ქრისტინა მეც გილოცავ, შეგეწიოთ წმინდა მარიამ მისი მადლი და ძალა, მადლობა ძვირფასო ყველას შეგვეწიოს მისი უდიდესი ძალა და მადლი. ნინო, ჩემი ნინო, გილოცავთ მარიამობას, არ მოკლებოდეთ მისი წყალობა და მფარველობა, შენც ჩემო საყვარელო, შენც. ქრისტინე, ნინიკო, ეგ ქარი როგორ მოამზადე, ვერსად ვერ ვნახე რეცეპტი. აუ, თოკოსა აქვს რეცეპტი. ჩვეულებრივად ქათამი მოვთუშე, დავამატე ხახვი, მსხვილად დაჭრილი, ასევე დავამატე სტაფილო და კარტოფილი მსხვილად დაჭრილი. ეგენი ერთად მოვთუშე და მერე დავამატე წყალი არა, ეგენი ერთად მოვთუშე და ცალკე ქვაფში ქარის სუნელი, 1 ლიტრი წყალი და არ მახსოვს ფქვილი რამდენი, 40 გრამი მე მგონი. ფქვილი. 40 გრამი, მოიცა ჯერ კარაქი, მერე კარაქში ფქვილი და სუნელი ერთად მოვრი, მერე დავასხი წყალი. ბატონო დე. მე იპოვე ბიჭიკა. ბიჭიკა დაიპოვე? ყოჩაღდე? ყოჩაღ. ხო, მერე ეს წყალი, ეს ქარიანი წყალი დავასხი იმ ხორციან მასას და ვადუღე, მაგრამ სამ კარტოფილი არ მოიხარშა. ცალკე მოვხარშე ბრინჯი, ერთმანეთს შემოულაგე და ეგ იყო. ნინი მარიამობას გილოცავ ჩემო ლამაზო, მისი მადლი და ძალა არ მოკლებოდეს. მადლობა ჩემო ძვირფასო. ერთი წუთი გოგოებო. სახლური როა ტორტები, იმათ მივწერე, ანუ ჩემი დაბადების დღისთვის მინდა შევარჩიო, თქვენც მირჩიეთ ყველაზე გემრიელი თეთრი ხილის ტორტი. ჰაეროვანი დანამული ბისკვიტით, არა მძიმე და ხესავით, არამედ ჰაეროვანი დანამული ბისკვიტით, ბევრი კარგი ნაღების მოხარშული კრემით და ბევრი კენკრით. რაც გადავხედე ლილისი და ასახლურს აქ ეგეთი ტორტები და დედაჩემი მიცხოვდა ხოლმე და ჩემს დაბადების დღესთან და დედაჩემთან არის ასოცირებული ეგ და აი ეს ყველაფერი მივწერე და საუნომერი დაგვიტოვეთო და დაგირეკავთო და აი თქვენც თუ იცით ვის აი მადარც არა აქ ეგეთი, ანუ მადარც ეგეთი არა აქ, მადარტის ხილის ტორტი მე არ მომწონს. ნუ ბელაზეც ხო ეგრე. ხო, შესაბამისად არც მარონის ხილის ტორტი არ მომწონს. აი ზუსტად მე რომ მინდა ის გემო მინდა რომ კონდეს. ნაზი, დახვეწილი, ხილის, სიგრილის
ერთხელ მე გავაკეთე, მაგრამ იცი რა არის, დიდხანს რო აღარ აკეთებ და მე გააკეთებ, რაღაცნაირად ხელი არ არის მომზადება, ბისკვიტი არ გამოდის ისეთი ჰაეროვანი, ისეთი ნაზი და ამიტომ იგივე ფას დამიჯდება, კაი ინგრედიენტებით, ეხლა მე ერთი რო უნდა გავაკეთო, ის ინგრედიენტები მაგალითად ნაღები უნდა იყიდო, ის უნდა იყიდო ის და მე ფაქტი არ არის, რომ არ დამეშლება, როგორც მარწვის ტორტი დამეშალა და ამიტომ არ მინდა ეგ ინციდენტები. თუმცა კი შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო ეგ საჩუქარი, რომ ნამცხარი გამოუცხო, ვითომ დედაჩემმა გამომიცხო. მაგრამ თუ კი მაგალითად ვნახავ საკონდიტროს, რომელშიც ვიფიქრებ, რომ შესაბამისი იქნება, ვიყიდი. გამოცხობაც შეგვიძლია, ეგეც წინ გვაქვს. ნათია გილოცავნი, მადლობა ძვირფასო. ნანა გილოცავნინი, მადლობა ძვირფასო. ლელა გილოცავნინი, მარიამობას გფარავდეს მისი მადლი და ძალა. მადლობა ძვირფასო. მარიამ ნინი ლამაზო გილოცავ მარიამობას მადლობა. თინათინ გილოცავ მარიამობას მადლობა ძვირფასო. ირინა, ნინი გადევნებ აქტიურად თვალს და მიხარია თითოეული ლარიც როგორი სიყვარულით იცი ემოციის გამოხატვა. ლამაზო შეგროვდება აუცილებლად მე მჯერა სულ იბრძყინე. მადლობა ჩემო ძვირფასო. მადლობა ყველაფრისთვის, ჩარიცხვისთვის, აი ამ სიყვარულისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რაც ის აი ეს თანხის შეგროვება დავიწყე დონაციისთვის. ძალიან ბევრი ბინძური ადამიანი გააქტიურდა, როგორც იცით, ჩემი ვიდეოების ქვეშ, ხო და კი ავხსენდა ვთქვი, მაგრამ ანუ მაგათ რეალურად არაფერი არ აინტერესებთ, უბრალოდ მიზეზი უნდათ, რომ გაგლანძღონ რა და ეგ არის და ეგ, ხო და მაგაცე მე დროის დახარჯვას აღარ ვაპირებ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ დონაცია არის ნებაყოფლობითი, დონაცია არ არის, რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს, დონაცია არ არის მათხოვრობა, დონაცია არ არის მოწყალების თხოვნა, მე არავის სივრცეში არ მივდივარ, არავის კარზე არ ვუკაკუნებ, არავის პირადში არ ვწერ, არავის პირად სივრცეს მე არ ვარღვევ და არავის არაფერს არ ვთხოვ. ადამიანებს, რომლებიც მოდიან ჩემთან, ჩემს სივრცეში, საშუალებას ვაძლევ, ვისაც ვუყვარ, რომ ჩემზე გამოხატოს სრულმა. ეს იქნება მაგალითად ექიმთან რომ წავალ მაგისთვის, რომ დამჭირდება ეგ ფული თუ საჭმლისთვის თუ ტანსაცმლისთვის, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ადამიანი გამახარებს, იმიტომ რომ მე მჭირდება სიცოცხლისთვის იქნება თუ უბრალოდ სიხარულისთვის, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ვუყვარ და ვისაც უნდა რომ ეს ჩემთვის გაიღოს, უნდა გქონდეთ ამის საშუალება, რატო არა. ხო, და დანარჩენ ადამიანები, რა თქმა უნდა, არც ჩარიცხავენ, ეს ბოღმა და ბოროტი ადამიანები და არც არავინ არავის არ თხოვს, არ მოითხოვს, ანუ ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობით. მე რომ მინდა მიყვარს ადამიანი, მინდა რომ ეს ადამიანი კარგად იყოს, ეგ არის და ეგ. და აი მირეკავენ. დიახ. გამარჯობა. დიახ. დიახ. თქვენი ტორტები, ანუ იმაზეც ვნახე, გლოვოზე, Facebook-ზე შემოვედი, ანუ არ ვყოფილა საკონდიტროში და ანუ ჭრილში ვერც ერთი ვერ ვნახე, უბრალოდ გარედან შევხედე ვიზუალი და იმიტომ მინდოდა გასაუბრება. ანუ რეალურად მინდა ხილის ტორტი, კენკრის. ანუ აი ბისკვიტიც რო იყოს ძალიან ნაზი, ჰაეროვანი დანამული და ნაღების კრემით და ბევრი ჟოლოთი, აი ესეთი თუ გაქვთ. ნაღების კრემით არ გვაქვს. მოხსული კრემით გვაქვს ჩვენ. აჰა. და კენკრის მიქსი არის. საოცარი ტორტია. გემრიელია. ხო, აი ბავშვობაში დედამიკეთებდა ხოლმე და აი ესეთი გემო მინდა. და რა ვიცი, ვერსად ვერ იმას ვქენი, ეგ გემო ჯერდა. თუ ვიპოვი, მე სულ ხშირად შევუკვეთავ ხოლმე, იმიტომ ძალიან მიყვარს. აი რომ მიხოთ, ეს ძალიან მოგეწონებათ და ანუ აი რაღაცა გემრიელია, მართლა. ფასი რომ მითხრათ, აი 17 თუ რამდენი ნაჭრიანია დიდი? ნახეთ 14 ნაჭრიანია, 50 ვარ ეს და 15-20 ნაჭრიანი 75 ვარ. 12 ნაჭრიანი ანუ ცოტა დაბალია, 2 ფენით არის. 3 ფენიანი არის 20 ნაჭრიანი. დიამეტრი 23-ია, 2-ია. აჰა. ანუ სიმაღლეა განსხვავება. გასაგები. და ფასი? ანუ 12-იანი და 20-იანი. 15 ნაჭრიანი 40 ვარი, 20 ნაჭრიანი 75. მაშინ აი ეს მენდომა 20-იანი.
როდის ნება? მე მინდა დაბადების დღე მაქვს 11 სექტემბერს, მაგრამ აქედანვე კი ბატონო. 11 სექტემბერს ანუ ნახეთ გამჭირვალე ნენჩი არის თვითონ ტორტი ნახავდით ალბათ სურათს. იყოს ეგეთი თუ შემოლესილი გნებავთ, ანუ აი გვერდებით დაკრემილი ხოთ. შემოლესილი მირჩევნია. კიდე ის ვნახე, რაღაც აქვს ანუ თხილიანი ის აქვს. პანტელებით გვაქვს ტირამისუს ჭირებითაც არის უბრალოდ, ანუ ფასებია სხვადასხვა. ხო, ანუ აი ის ვერ მივხვდი რა იყო, თხილი იყო თითქოს და ის ფირფიტები რის იყო? მაგას ვერ პანტელებით არის. ნუშის ფანტელებით არის. და მაგითი რა ფასი, რამდენი დაემატება ფასი? Алло. 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 მგონი საჩემო ტორტი ვიპოვე და ეს არის ლილიში, ანუ ერთ-ერთი ადგილი, სადაც მითხრეს, რომ სულ ჟოლოთი გამიკეთებენ. აღარ ფასი ემატება რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჟოლოსი მინდა, იმიტომ რომ სექტემბერი არის ტოლია ჟოლოსი და მე ჟოლო მიყვარს და მოგეთ ტორტი ვიპოვე. ასე. სახლურსაც მივწერე, მაგრამ ეს უფრო მომეწონა ეს ვარიანტი. ლელუნინი მიყვარხარ, რომ მე ძალიან მიყვარხარ ძირფასო. მარიამი მწერს ყოველდღე, რომ იქნებ პირადში დამიკავშირდა და პირადში როგორ უნდა დაუკავშირდე? ანუ YouTube-ს არ აქვს პირადში მიწერა და შენ მომწერე ძვირფასო მესენჯერში. ბაბი 1 წლის შვილი, ანუ ნინიშვილო შენ შვილს 3000 ასილარები, ჩემს შვილს 3000 ასილარები ახტევინეს, აპარატი აკეთებს, პასუხს რამდენჯერმე გვააკეთებინეს, დამღუპეს, გამაყიდინეს ყველაფერი, ბოლოს არაფერი. მე ვეღარ გისმენ, მახსენდება წარსული შენ ჯვარი გეწერო შვილო 1 წლის შვილი დამიტოვა, მიხედე შვილო თავს, მადლობა ძვირფასო, კი მივხედავ აუცილებლად. რამდენჯერაც ექიმთან მქონდა შეხება, იმედი გაცრუვის მეტი არაფერი მიმიღია. ძალიან მწუხვარ ძვირფასო, ძალიან. ეგ აი ბევრიც გაუნაცვლებელი ექიმი ყავს და მაგის ბრალია სამწუხაროდ. ანუ ბევრი ყავს კარგი და ბევრიც ყავს აი ესე ძლივს რო გადადიოდნენ კურსიდან კურსზე და როსტ უჩა კი ნინი შენ სწორად მიხვდი მე როსტომი ვარ შენსავით სამი შვილის პატრონი ორი ბიჭი ერთი გოგო მყავს და რაღაცნაირად შენი ყველაფერი მესმის ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. დიანა რა ვერ გავიგე იცი ადამიანი რომ რჩევას გადროს მაგას ბოღმა რატომ ქვია ან ჰეითერი. როდის ნახე რომ როცა ადამიანს რჩევა ვკითხე და რჩევა მომცა ბოღმა ან ჰეითერი მე თქვა პირიქით ძალიან დიდ მადლობას ვიხდი ხოლმე როცა მაძლევენ რჩევებს რომელიც ვიკითხე და მჭირდება ან ისეთ რჩევებს აი მაგალითად ის რა ქვია სოლის ალფეტკით გაზის გადაწმენდა რო არის ყოველჯერზე ვლოცავ ადამიანს და არასოდეს მიწოდებია ბოღმა და ჰეითერი. ბოღმა და ჰეითერს ვეძახი იმათ, ვისაც აი იმ რჩევაში და იმ რა ქვია, რჩევა ხო, რჩევაში ხო ჩადებული რო აქვს ბოღმა რო აქვს ჩადებული რჩევაში, იმას ვეძახი ჰეითერს. აი მაგალითად შენ ახლა, აი ძალიან კარგად იცი, რომ მე ბოღმას არ ვეძახი ადამიანებს, რომელსაც გულში ბოღმა არ აქვთ. ჰეითერი და ბოღმა ის არის, ვისაც კომენტარში და სიტყვაში მოჟონავ შხამი, აი მაგალითად შენთან. ამიტომ შენც ჰეითერი ხარ და გბლოკავ. კარგად დიანა და Facebook-საც რომ ყავ, იქიდანაც შენ თვითონ წადიან მეტაკშლი. თეა, ნინი ადამიანების მიმართ პატივისცემით უნდა ვიყოთ განწყობილები, რა თქმა უნდა და არც ყველა ექიმის ერთნაირად შეფასებაა საჭირო. მაგრამ ნამდვილად ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა აქაური დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობა არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს და სავალალო შედეგით სრულდება. სამწუხაროა ნდობა, რომ შერყეული აქვს მოსახლეობას პროფესიონალიზმი, დასაფასებელია უვიცობა და უსინდისობა, დამღუპელი თქვენ ჯანმრთელობა და წარმატებები. მართალი ხარ ძვირფასო, გეთანხმები, აი როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სამწუხაროდ არის კლინიკები არის, აი მაგალითად მე ვყოფილა კლინიკაში, სადაც სრული განუკითხაობა, სადაც პაციენტი აი იმაზე მიერთებული აპარატზე ზედ იმაში წევს გარეთ
სადაც ჩვეულებრივი ხალხი დადის და რაღაცა ისეთი ვირუსი შეიძლება გადაიდოს, რომ მისმა იმუნიტეტმა სრულიად ამას ვერ გაუძლოს, არის სრული განუკითხაობა, სრული ქაოსი, არის ძალიან ბევრი ექიმი, რომელიც აი მართლა სამადლოდ გადადიოდა კურსიდან კურსზე, სამწუხაროდ ეს არის, აი ვერაფერს ვერ ვიზავთ, უბრალოდ რა ვიცი, ალბათ უნდა ვეცადოთ, რომ გავიკითხოთ და კარგი ექიმთან მივიდეთ და ღმერთი დაგვეხმაროს, რა თქმა უნდა. და ჩვენც მოვინდომოთ ესე, რა ვიცი. ნუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და არის ქვეყნები, სადაც სრულიად უფასოა ეს მკურნალობა და ეს უნდა იყოს, როცა ადამიანს რაღაცა ცუდი დიაგნოზი აქვს, იმაზე არ უნდა უწევდეს ფიქრი და გულისხმით გაანიშო ვერ იმკურნალოს, იმიტომ რომ მაგალითად თანხას ვერ გადაიხდის. ხო არის ქვეყნები, მაგალითად გერმანია და ბევრი ქვეყანა, სადაც მკურნალობენ ადამიანებს და სრულიად უფასოდ მკურნალობენ ესეთ რთულ დაავადებებს და ძალიან სწორია და ძალიან კარგია იქ და რა ვიცი ძალიან აი ქეთს უხრი აქედან მაგას მასეც უნდა იყოს ანუ ადამიანი იმიტომ ვისაც აქვს შანსი ხა კი არის ზოგჯერ რომ არ არის გადარჩენის შანსი მაგრამ ვისაც აქვს გადარჩენის შანსი ის არ უნდა დაიღუპოს იმის გამო რომ მაგალითად ვერ იყიდო წამალიან ვერ გაიკეთა ოპერაცია აი ეს საერთოდ არ ვიცი ეს პირველადი უნდა იყოს რაც უნდა კეთდებოდეს ნინიკო სამართლიანია ის ზუსტად სწორად თქვი შენ რომ თქვი თორემ მე არ გეტყვი ჩემს ის ტკბილი თბილი და ძალიან დიდი გულის ადამიანი ხარ დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო დიდი მადლობა ჩემი ინგაც აქ არის ნინი ლამაზო მესენჯერი შეტყობინება მოგწერე მომწერე გთხოვო კარგი ძვირფასო ლიზა ძალიან ხშირად ვუყურებ შენ ძველ ვიდეოს მომენატრება ხოლმე ისეთი მხიარული იყავი და პოზიტიური ლაღი ახლა გახტომასთან ერთად რატომ და სერიოზული და გამკაცრთი რაღაცნაირად ისნინი რომ მომენატრება ხოლმე შევდივარ და ვუყურებ ახლა ვნახე 2022 წლის ბედობა დღის ვიდეო როგორი მხიარული ხარ მე არ მენატრება ხოლმე სხვათა შორის იმიტომ რომ ყოველი ის არის ანუ წინ გადადგმული ნაბიჯი, გაზრდა, წასვლა და არც ერთი წინა პერიოდი არ მენატრება ხოლმე, ანუ იმიტომ რომ ყოველ შემდგომ პერიოდში ჩემი თავის უფრო უკეთესი ვერსია ვარ ხოლმე, ჩემი თვით შეგრძნებით, ვიდრე ვიყავი. ხო, რა თქმა უნდა, ეგ არის, როცა პასუხისმგებლობას იღებ მეტი სიმკაცრე მოყვება ამას და სერიოზულობას, პლუს მე ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ანუ ჩემს ასე ვთქვათ, ემოციურ განტვირთვას ვიღებდი საჭმლისგან, ანუ მხიარული კი არ ვიყავი. უბრალოდ როგორ ანუ იმ წამს მიხსნი და იმ სტრესს, რომელსაც ახლა განვიცდი, იმ სტრესს არ განვიცდიდი, ანუ იმ წამს ვიხსნიდი და დანარჩენ სულში ვიტოვებდი, რაც მაუბედურებდა და მანგრევდა. ანუ ჯამში ჩემთვის ის ძალიან ცუდი იყო და ეს კარგია. ანუ ჯამში ეს გაცილებით ბევრად უფრო მე ვარ, ვიდრე ის ვიყავი. ანუ ის იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ ტკივილს იყუჩებდა იმ მომენტში და გარედან სულ სხვა რაღაც ჩანდა. და ეს ვარ მე, რომელიც ტკივილს განიცდის, არ იყუჩებს, განიცდის. და კი არ გარბის, არამედ დგას და უღიმის იმ თავის ტკივილს, გაჭირვებას, წუხილს. და სულ არ მაინტერესებს გარედან როგორ ჩანს ლაღი თუ მკაცრი, იმიტომ რომ რეალურად ეს მე ვარ და ჩემთვის ეს სწორია და კარგი. სანდრო, ნინი ვერ დავდივარ ფეხის გამო. ეხლა ხვდები რა ბედნიერება, როცა შეგიძლია იარო თბილისში ვარ და 20 კედელს შორის გამოკეტილი. ახლა ყაზბეგში წამომიყვანეს შვილებმა და აქაც იგივე. არა და მთების გადადგმა შემეძლო. ბოლო 8 საათიანმა ოპერაციამ ჩაითრია ჩემი ფეხი. შემოგელოს ლალდეი და მიხედე ჯანმრთელობას. ნუ გადადებ ნულას დროს შენი თავის მიხედვას. მეორე პლანზე ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. ეს ახალი გაკეთებული გაქვთ ალბათ, ხო ეს ოპერაცია, იმიტომ რომ შესაძლებელია მოძრაობაც გადაადგილოთ, არაფრის დიდებით არ ჩაიგეთოთ, ეგ ძალიან ცუდი არის. მომწერეთ აბა პირადში როგორ ხართ. ანუ ჯანმრთელობა არასდროს არ უნდა გადავდოთ მეორე პლანზე, აბსოლუტურად მართალია და გეთანხმებით. შორენა, სრულებით მესმის შენი უსაყვარესი ხარ წარმატებები შენს გზაზე, ჩემო კარგო, მადლობა ძვირფასო. ყველაფერი კარგად იქნება, ნინი, ნანა, მადლობა. ფილმის სახელიო, თამარ. ამ ჩემს რუკას მოვყავარ შენთან და კიწერ კიდეც.
მაია 100 წელი ჩემო ნინი. ბედნიერი და გაბრწყინებული უნდა იყო, მადლობა ძვირფასო. ციცი, ჩემო ლამაზ და თბილენი მიყვარხარ. ია, ჩემი ტანწერზე და გოგო. ანასტასია ნიგულში ხარ თბილო გოგო. ლელუნი როგორ ხარ საყვარელო. ფილმის სახელი დაგვიწერეო, დავწერ ძვირფასებო. აჰა, ეხლა ვნახოთ აბა. ჩარიცხვა. ესე იგი, აქ გადახდა ჩარიცხვა. ქეთევან, მან გუშინ ჩამირიცხა 30 ლარი, უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო. მოდი შევკრიბოთ და გადავიტანოთ, რომ არ ამერიოს და არ დამრჩეს აქ სხვა, ანუ ჩემს ყოველდღიურ ხარჯებთან, რომ შემთხვევით არ დამეხარჯოს ეს, რადგან იმ კონკრეტული მიზნისთვის მინდა 30-ს დაუმატო. TBC-დან ისაც არ ვხარჯავ, ამიტომ ეს გადახდა, ეს ორი ნაბიჯი, ეს გადახდა, ეს იკა, თათიამ ჩამირიცხა გუშინ კიდე 10 ლარი. მადლობა ჩემო ძვირფასო თათია. ნანამ ჩამირიცხა კიდე 20 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ნანა ძვირფასო წინაზეც და ეხლაც უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო. ილონამ ჩამირიცხა 2 ლარი, დიდი მადლობა ილონა ძვირფასო. და ჩემმა ირმამ ჩამირიცხა 10 ლარი, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო. ასევე ანასტასიამ ჩამირიცხა 30 ლარი. ეს არის ხალხო მოყოლებული სამშაბათიდან. სამშაბათიდან, აი გენეტიკურ ტესტზე რო გადავრიცხე, მაგის მერე მოვყევი და არის 102 ლარი. ეხლა ეს 102 ლარი გადავიტანოთ გენეტიკური ტესტის ანგარიშზე. რა ეთკინა? 428 ლარი მაქვს და ეხლა გადავაკიდე 102. რა ეთკინა? 530 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ჩემო სიყვარულებო. TBC-ზეც ვიყავ ბავშვია ტოტირის მოვალ ერთი წუთი. წიგნი ეჭირა ხელში და დაუვარდა და აი თვალში დაეცა წვეტით. არაფერი არ ჭირს, პროსტა ეთკინა. გამწარდა ბავშვი. და ეხლა მოდი აბა TBC-ზე ვნახოთ სამშაბათის მერე. სამშაბათის მერე აღარ წამიგავს. დღეს რა დღე არც ვიცი ხალხო. ვაცდარვაში გუშინ მაიამ ჩამირიცხა. დიდი მადლობა. 50 ლარი ჩამირიცხა მაიამ გუშინ. 27-ში გენეტიკური ტესტისთვის მინდა სულ ჯამრთელს და ბედნიერს ხედავდე. 20 ლარი ნინო. დიდი მადლობა ძვირფასო ნინო. 27-ში მარიამმა 5 ლარი. დიდი მადლობა მარიამ. ძალიან დიდი მადლობა. კარგი გოგო ხარ. ასევე 27-ში 3 ლარი ნათია. დიდი მადლობა ძვირფასო ნათია. ესე იგი დღეს რა არის? პარასკევი. მოიცა როდიდან უნდა წავიდე ის სამშაბათი რა რიცხვია? სამშაბათამდე მე ძველებში გადავალ. გალერეა სამშაბათს რა რიცხვი იყო აბა? 26. 27-ში 3 ჩამირიცხა, როგორც თქვი კიდევ ნათია. 26-ში ნინი მიყვარხარ. ეს მცირედი ზღვაში ტესტი. მარი 30 ლარი. ოზომოდ დიდი მადლობა ძვირფას. ზღვაში წვეთი კი რა, მთელი ზღვა არის სიყვარულისა ეს. ძალიან დიდი მადლობა.
всё, ეგარი. მე უკვე 15-ია, 15 წაკითხული მაქვს. ესა 25 აგვისტო. 15 ლარი. მზია, მადლობა მზია, უდიდესი მადლობა ჩემო საყვარელო. და 24-ში ხო, ეს უკვე იქ წაკითხული მაქვს ზუსტად ვიცი. აი ასე. ესე იგი რამდენი გამოდის? 50 მივუმატოთ 20 მივუმატოთ 5 მივუმატოთ 3 მივუმატოთ 30 108 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა, ვინც მირიცხავთ, ვინც წვლილი შეიტანეთ ჩემი გენეტიკური ტესტისთვის თანხაში, აი უღრმესი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და კიდევ ვისაც სურვილი გექნებათ, დამეხმარეთ, რომ გავიკეთო გენეტიკური ტესტი, რაც შეიძლება მალე. ეხლა ჩემი დაბადების დღის მერე ამაზე წავალ იმაზე, ბიოპსიაზე. და ამ ამბებს გავიგებ რა და როგორ არის. და მე მაგის მიხედვით და თანხას რამდენ ხანში შევაგროვებ, რა თქმა უნდა, მეც დავამატებ, მაგის მიხედვით გავიკეთებ მე იმ გენეტიკურ ტესტსაც. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო, მიყვარხართ კოცნით, კარგ დღეს გისურვებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. 11 სექტემბერს მაქვს დაბადების დღე, ძალიან მინდა 30000-ით შევხვდეთ და გამოიწერეთ არხი თქვენთვის. ეს არაფერია, ჩემთვის დიდი საჩუქარია. მიყვარხართ, თუ მიყურებთ ისედაც, რა თქმა უნდა.